ახლა ჩვენს ეთერში სტუმრობის დროა და ერთ ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. რუბრიკა ფსიქოლოგის რჩევები ყოველ ოთხშაბათს ახალი დღის მაყურებელს ხვდება, ასე რომ ვთქვათ, და დღეს ვისაუბრებთ ფობიებზე. აი მაგალითად თქვენ თუ გაქვთ რამე ესეთი განსაკუთრებული ფობია? რამდენიც გაგიხართ. რამდენი, მაინც რამდენი. ამის შიშიდან დაწყებული. სიჩქარის შიშით გაგრძელებული. სიმაღლის შიშით და რა გითხრათ? მე ბევრი ხალხის. ბევრი ხალხის. სხვათა შორის ბევრი ხალხის ფობია. ავიკიდე ეს ეგრეთ წოდებული ფობია. ხო და სხვათა შორის შიში და ფობია განსხვავდება ერთმანეთისგან და ძალიან საინტერესოა როგორ უნდა დავძლიოთ ფობიები, როგორ განვასხვაოთ ფობია შიშისგან და ნუ მოკლედ ჩვენ ახლა ძალიან ბევრი რო არ ვისაუბროთ, ძალიან საინტერესო და კომპეტენტური სტუმარი ყავს ფსიქოთერაპევტი ლალი ბადრიძე სტუმრად და პირდაპირ გადავიდეთ ქალბატონ ლალისთან საინტერესო კითხვებით. ქალბატონ ლალი, როგორ განვასხვაოთ ფობია ჩვეულებრივი შიშისგან? აი ჯერ ამითი საბაზისო ცოდნა რომ მივიღოთ, რომ გაგვანახოთ. ჯერ მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან მიხარია თქვენი დანახვა და წამყვანი საფულაში არ ვიცოდი რომ იყავით და კიდე გავიგე რომ თუნდაც ჩემთან ახართ მოსასვლელები. ორივე ფობიები ქონიათ და დიდი სიამოვნებაა. ურიგოთ, კი ბატონო, ბევრი ფობია ინკურნება. და დავიწყოთ იმით, რომ რით განსხვავდება, ხო, ფობია შიშისგან. შიში არის რაციონალური. დათვი მოდის შენსკენ და ბუნებრივია გეშინია და გაიქცევი. მაგრამ ფობია არის ირაციონალური შიში, როცა გეშინია იმის, რაც სინამდვილეში არ არის შენთან ახლოს და თანაც თუ ეს ცხოვრებაში ხელს გიშლის, ეს არის უკვე ფობია. მაგალითად მეშინია და ზუსტად ვიცი ხა ღამურების მეშინია ვთქვით, ხო? ღამურების შიში არის ფობია, რა თქმა უნდა, ხა ღამურა შეიძლება საერთოდ არ შეგვდეს, მაგრამ ზუსტად იცი რომ არ არის საშიში, რა მოხდა მერე. ვთქვათ ღამურას რომ გადაეყარო, არაფერი არ მოგივა, მაგრამ მაინც გეშინია. ანუ გეშინია, თუმცა იცი რომ საშიში არ არის, მაგრამ ეს ცხოვრებაში ხელს გიშლის. ეს გახლავთ ფობია. ხო. ასეთი შეკითხვა. ყველაფერს აქვს თავისი, უნდა ვეძებოთ საიდან იწყება ეს ყველაფერი. ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ როგორ ფიქრობთ კი არა? ალბათ ბავშვობაში მომხდარი რაღაცა კატაკლიზმი, რაღაცა შემთხვევა იქცა ამ ფობიის დასაბამად. ასეა თუ არა? შესაძლებელია ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს და ძალიან ხშირად არის ხოლმე ბავშვობაში მომხდარი შემთხვევა, თუმცა არსებობს გენეტიკური მეხსიერებაც, რომელიც მაგალითად ვიცოდით ობობების შიში სიტყვაზე, ხო? შეიძლება ობობა საერთოდ არ გადაყრიხარ, მაგრამ როდესაც ადამიანი გამოქვაბულში ცხოვრობდა და იქ მომწამლელი ობობა იყო სიცოცხლისთვის საშიში და იცოდნენ რომ ობობას უნდა მორიდებოდნენ და ეს შიში დარჩენილია და იქიდან მოდის. სხვადასხვა მიზეზი იწვევს ფობიას, თუმცა დომინირებს უფრო ბავშვობაში მომხდარი შემთხვევა, ის რაც დაიმახსოვრა ჩვენმა არაცნობიერმა და მე ყოველთვის ერიდები მაგალითად იმ ადგილას გავლა, სადაც ოდესღაც უსიამოვნო შემთხვევა მოხდა. ის კი არა, სურნელზეც კი არის, ხო? ზოგჯერ რაღაცის სურნელი, მე რომ მომდის არ მომწოს არ მინდა. რაღაცა მოგონება გახსენდება, თუმცა აღარ გახსოვს. მაგრამ შიში გაქვს, მიუღებლობა გაქვს და ფობია შეიძლება იყოს ადამიანის მიმართაც, შეიძლება მოვლენის მიმართ, რაღაც საქციელის მიმართ, ნივთის მიმართ, ცხოველების მიმართ და აი რა გავლენას ახდენს ადამიანზე ფსიქიურადაც და ფიზიკურადაც აი ეს ფობიები. ფობია სხვადასხვანაირი არსებობს, აი შენ თქვი მაგალითად რომ ხალხი შიში სოციალური ფობია. ეს ვიცი საიდანაც მაქვს. აი რაღაცა ერთ-ერთი დიდი ღონისძიების წაყვანის დროს იპოდრომზე იყო ეს ღონისძიება, ხა ვერ ვიტყვი კონკრეტულად რა იყო, მაგრამ ჩემმა თანაწამყვანმა, არა ქართველმა თანაწამყვანმა რაღაცა ისეთი უთხრა ხალხს, რომ ეს ხალხი უცბად იხუვლა და წამოვიდა პირდაპირ ჩვენზე. და მე ამ შემთხვევაში რაღაც მედიატორის როლი ვითამაშე, იმ წუთას ისე შემეშინდა, რომ ამ შიშისგან რაღაც საოცარი ეროვნული ტექსტი დავცხე, მაგრამ
იმ წუთას გადავრჩით, მაგრამ ამის შემდეგ, აი სადაც თავყრილობაა, სადაც ბევრი ხალხია, არ მსიამოვნებს, ეს ეხლა ფობია არ ვიცი რამდენად არის, მაგრამ ნუ ეს რო აი მიტინგზე რაღაცა თავყრილობაზე გამორიცხულია. და ხელს გიშლის ცხოვრებაში? ერთხელ მოვხვდი, აი ესე მომიწია რაღაცა გზად. მონაკვეთის გავლა. მონაკვეთის გავლა და მივხვდი, რომ აი თუ შეიძლება რამე ესეთი შევადარო, მე არ მქონია არასოდეს ცხოვრებაში, მაგრამ აი პანიკური ატაკები პანიკური შეტევები რო აქვთ. აი ამისი რაღაცა მაგვარი იყო, რომ არ გავცლოდი იქაურობას და აი მოვხედრილიყავი აი ამ ბრბოში შიგნით და ვერ გავსულიყავი, ალბათ შეიძლება ცუდად გამختارიყავი. ანუ მაგისი მორჩენა შესაძლებელია. თუ შენ სურვილი გექნება, აბსოლუტურად შესაძლებელია. უნდა მოვიდე თქვენთან. მობძანდი. ურიგო, ჩვენ მაშინაც ვილაპარაკეთ, აღარ მოხვედი ბავშვებთან დაკავშირებით და შეგიძლია ყველა თემაზე ერთად მოხვიდე. შესაძლოა რომ ფობია ესე უმიზეზოდ წარმოიშვას. თუ აუცილებელია რომ ხო თქვი გენეტიკური მეხსიერება არსებობს და უმიზეზოდ არის ეგ, ხო? საუკუნეების მანძილზე ოდესღაც ჩვენს წინაპრებთან ისეთი თემა, რომელსაც ვერ ხსნით. ფობიის ახსნა ყოველთვის არ შეიძლება საიდან ჩდება, მიზეზი ყოველთვის არ არის ცნობილი. თუმცა ცდილობენ რომ ახსნან და აი ეს გენეტიკური მეხსიერებაზე ვლაპარაკობ. მიხაი ჩიქსენტ-მიხაი იყო ასეთი ფსიქოლოგი, რომელმაც ჩაატარა ასეთი არა, სელიგმანმა ჩაატარა ბოდიში ასეთი ექსპერიმენტი. ადამიანებს აჩვენებდნენ გველის სურათს და ყვავილის სურათს და გველის სურათზე ბევრად მეტი რეაქცია ჰქონდა, თუმცა გველი იქ არ იყო და დაასკვნეს, რომ ესე იგი რატო გიჩდება ისეთი ემოცია და თითქმის ყველა ადამიანს სადღაც 99% იყო მე მგონი უფრო დიდი ემოცია უჩნდებოდა ვიდრე ყვავილის სურათზე. ეს იგი სადღაც ოდესღაც დამახსოვრებულია, რომ ეს არის აშიში, თორე ეხლა სტუდიაში რო ზიხარ და შვიდად და ლამაზად ეხლა სურათზე არ უნდა შეგეშინდეს. და რამდენად შეუულია ხელი შეუშალოსო, ამბობდი და გამახსენდა ჩერჩილს ჰქონდა თურმე სოციოფობია, საჯარო გამოსვლის შიში. წარმოგიდგენიათ, რომ ესეთ რამეში ახალგაზრდობაში ქონია საჯარო გამოსვლის შიში. და პირველად, როდესაც გამოვიდა საჯარო გამოსვლით, მაშინ პარლამენტში ენა ისე დაება თურმე და ამის გამო ისეთი რაღაცები თქვა, რომ დამჯდარა სახეზე ორივე ხელი აუფარებია და ძალიან დიდი ხანი ასე მჯდარა. და მან გადაწყვიტა, რომ დაეძლია ეს ფობია და ძალიან ბევრი იმუშავა და საიდან იყო ეს ფობია? ენის ბორძიკის გამო. მას ჰქონდა კომპლექსი, რომ ენა ებმებოდა და შესაძლოა ენა დაბმოდა და გაჩნდა ფობია. საჯარო გამოსვლის. ძალიან ბევრი მუშაობის მერე ყოველდღე მუშაობდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. საოცარი ორატორი, რომელმაც ფაქტიურად ისეთი სამოტივაციო სიტყვა თქვა ბრიტანელების წინაშე მეორე მსოფლიო ომის დროს, რომ ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო. ანუ ფობიის დაძლევა შეიძლება ადამიანებზეც მოახდინოს ზეგავლენა, სახელმწიფოზეც და საერთოდ სამყაროს ბედზეც. ქალბატონო გალი, თქვენ ფაქტიურად ეხლა გაეცით პასუხი იმას, რაც მინდა კითხოთ. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში თქვენ ხართ ამის გადამრჩენელი, მაგრამ არის თუ არა ვარიანტი, როდესაც ადამიანს მარტო შეუძლია დაძლიოს ეს ფობია. მე არ ვამბობ ხა ჩერჩილისნაირ დიდ პიროვნებებს და იქ ციცერონმაც დაძლია თავის დროზე, ჯონ კენედიმაც დაძლია თავის დროზე რაღაც ფობიები, მაგრამ მე ჩვეულებრივ ერთ რიგით მოქალაქეს, რომელსაც აწუხებს იგივე ობობების მიმართ შიში, ან წყლის მიმართ შიში, ან ფრინველების შიში. ხო ხო, შეუძლია, რა თქმა უნდა, ადამიანზეა დამოკიდებული და მეთოდიც არის ესეთი, მაგალითად, ძაღლების შიში, ხო? ძალიან გავრცელებულია, როცა ძაღლების ეშინიათ და ვიწყებთ ნახატებით. უბრალოდ მიეჩვიოს, რომ ნახატები ათვარიელოს, ერთხელ განსაკუთრებით ბავშვებშია ხომ. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და თანდათან რაც უფრო ხშირად ნახულობ, შიში ნელდება. როცა უკვე ნახატებთან შიში აღარ გაქვს, მე შეგვიძლია გადავიდეთ გამოსახულებაზე. ძაღლების შიშს ეხება. არა, ნებისმიერს. ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე, იმიტომ რომ ბავშვებშია ხშირად უნდა მივიღოთ ეს და გავითავისოთ ეს ყველაფერი. ნელ-ნელა უნდა მოხდეს ეს. აი უსაფრთხო გარემოში, ხო, თქვა ნახატებიდან მე გადავარ ცოცხალ გამოსახულებაზე. მე ვთქვა ცოტა დისტანციიდან ვაკვირდებით. აი ძალიან ხშირია მე მქონია შემთხვევები მეტროში ჩასვლის შიში მაგალითად და ვიწყებთ როგორ. ვეუბნებით რომ მიდი მეტროს სადგურთან. ოღონდ არ ჩახვიდე. მიდიხარ და ბრუნდები უკან. აი მარტო მისვლაც კი შიშს იწევდა
მყავდა ასეთი კლიენტი. მოკლედ ერთი თვე ვიწვალეთ, მე ვიდო და მე რო სადგურთან წამოვიდო და მეორე ეტაპი უკვე რო შედი. აი შესვლად პირველიც ისეთი ქონდა, მაგრამ რამდენიმე ხანში მიეჩვია. შემდეგ იყო მაშინ ჟეტონები იყო, რომ ჟეტონი იყიდე. აი ჟეტონი რო ვიყიდო, უკეო რაღაცა ძალიან ახლოს ვარ. გადალახა ეს ჟეტონი. შემდეგ უკვე ჩადი, რამდენიმე კვირა დაგვჭირდა რომ მატარებლების ყურება და ნუ მოკლედ ბოლოს შიში დასძლია, იმიტომ რომ მისთვის ძალიან გარემოს მნიშვნელოვანი შეეჩვია იყო. და კი, ნელა მიიღო. მოეჩვენა მას ეს საფრთხე. ჯონი, ესეთი ტექნიკაც არსებობს, რომ ნუ რაღაცის გეშინია, ხო? გინდა ეხა უცებ ჩავატაროთ. დიდი. გეშინია ღამურის, ხო? კი ბატონო. რატო? ხაზისღარია და იმიტომ და ბავშვობაში შემაშინეს ამ ღამურით. კარგი. ეხა რო შეგხვდეს ღამურა, რა იქნება? არც არაფერი არ იქნება, მაგრამ ნუ ალბათ შევიკავებ თავს რაღაცნაირად. ხო და რა ემოცია, აი რა მოხდება? რა მოხდება? არაფერი არ იქნება, ვაი და დავიმალები ალბათ სადღაც. ხო, მაგრამ თქვათ გადაეყარე, ვერ მოასწარი დამალვა და რა იქნება? შეერკინებიან შევსხვევია. არა, ხო და რა იქნება? აი რეალურად შედეგზე გავდივართ, რომ როცა ხვდები, რომ არც არაფერი არ იქნება. ხო არ მოვხვდები, არა? არა, ნამდვილად. არ დამაში არაფერი არ იქნება და ამას რომ რამდენჯერმე უსვავ და აცნობიერებ, მე ხვდები, რომ ნუ რა, კაი ეს გამურა მოვიდა შემეჟინდეს მერე რა. ხო, მართალია. თუნდაც დავიმალო მერე რა. აი ამშიც კიდე არა უშავს ახლა ღამურა არაფერი აქ არის. აი ესე ანუ მე შეხედე როგორც მივხვდი, წარმოიდგინე უნდა გავუსწოროთ თვალი ჩვენ შიშებს, ხო? ერთ-ერთი საშუალება არის. რას გვეხმარება შემდეგ უკვე ამა თუ იმ შიშის დაძლევაში. ისა გავიაზროთ, აი ერთ-ერთი ის არის, რომ გავიაზროთ, რა შეიძლება მოყვეს, რომ კარგი შემხვდა მერე, ну кай შემეშინდა მერე, ну кай და მერე და როცა ხვდები რომ რეალურად არაფერი. ხო. ჯონი, აი წარმოიდგინე რომ შენ შვილიშვილთან ერთად ხარ ოთახში და შემოფრინდა ღამურა. ხო ვერ დატოვებ შენ რა გადაემყარება, რა თქმა უნდა. აი აქ არის დაძლეული ესეთი შიშის და ყველაფერი. ჯონის შიშიც ძალიან ხვალ მოდივარ შენთან დიდი წიგნი მომაქვს ფრინველების და უნდა ყოველდღე გაყურებინო. გიორგის მოსასვლელი ყოფილი. ყველანი საკუთარი ფსიქოთერაპევტი სიმაღლის და მიხედვით დავეწყობთ. მით უმეტეს, როცა გახსოვს, მით უმეტეს დაძლევა ბევრად იოლია. ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად მოვალთ, აი სიმაღლის და მიხედვით გპირდებით, რომ დავეწყობით და მოვალთ ყველანი და განვიკურნებით, რაც ყველაზე მთავარია. დიდი მადლობა ქაბატონ ლალი.